ჩვენ დღეს ვნახეთ კონცეპტუალური სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა ძალიან ბევრი იფიქრა, მოუძებნა მას თავისი გადაწყვეტა. ეს არ არის ის კომედია, ის გოგოლი, რასაც ჩვენ ტრადიციულად ვართ მიჩვეული. ეს არის სულ სხვა გააზრება, ეს არის დრამა, ცხოვრებისეული დრამა, თუ რა ხდება ერთ ქალაქში და აქედან გამომდინარე განზოგადებულად მთელ ქვეყანაში. ქალაქში, სადაც ყველაფერი დაქცეულია, გუბეებია, ტალახის გუბეები და ამ დროს მისი მოთავე გოროდნიჩი ცხოვრობს ფუფუნებაში, არის ის ოქროვერცხლსაც წაიღოს და განწყობა არის ტრადიციული, ასე ვთქვათ, რადგანაც მას ყავს გუნდი, რომელიც თან დაძლევს მას და რომელიც ყველაფერ ამას აიტაცებს და მხარს უჭერს. მხოლოდ ხალხი არის, რომელსაც განასახიერებს ეს მოახლეები, რომლებიც წამდაუწუნი ისახიან, რომ გვიშველეთ და ეს ხალხის ხმა არის სწორედ რომ კონტრასტში მოდის გოროდნიჩის ხელისუფლებასთან. და ბოლოს, როდესაც მოდის თვითონ ნამდვილი რევიზორი, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ არის მხოლოდ რევიზორი, ის არის მოსამართლე ამ ხალხის, რომელსაც ის ასამართლებს. თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და როგორ ცხოვრობენ ისინი, აი თითქოს სარკეში ახედებს მას და გოროდნიჩიც ამ ცხოვრებას ტოვებს და მიდის იმ ქვეყნად, როგორც სხვები. აი ასეთი კონცეპტუალური წარმოდგენა ვნახეთ, დრამა, ცხოვრებისეული დრამა და ვფიქრობ, რომ საინტერესო სპექტაკლია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებას, რომ ხმა არის მის სცენიდან, მსახიობთა ხმა ძალიან ცუდია, დიქცია მსახიობებს აქვთ ძალიან ცუდი და ამიტომ გარჩევა ხმის ტექსტის არის საკმაოდ რთული, მით უმეტეს, როცა გოგოლისეული ტექსტსა და სცენაზე მოსმენილ ტექსტს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაც არის.